ქართული ოცნების ან რომელიღაც ალტინფოს წევრებს შორის და მხარდამჭერებს შორის რა თქმა უნდა არიან პატრიოტები, ეროვნულად მოაზროვნე ადამიანები, რომლებსაც სურთ სუვერენული ქართული სახელმწიფო, ეროვნული სახელმწიფო. მაგრამ უბედურება იმაშია, რომ მათ ფაზები აქვთ არეული ამ რუსული პროპაგანდის მოჭარბებული მოხმარების გამო. მარტივად გეტყვით, აი თებერვალში რამდენიმე კვირაში შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჩადის სომხეთში და აზერბაიჯანში, საქართველოში რა თქმა უნდა არ ჩამოვა, იმიტომ რომ აქ არარავა რეჟიმი არის. სომხეთში შეერთებული შტატები არა მარტო ზანგეზურის კორიდორში აყენებს კერძო არმიას, არამედ უზარმაზარ მილიარდიან ინვესტიციებს ახორციელებს ხელოვნური ინტელექტის და ნახევარგამტარების, ანუ ეგრეთ წოდებული ჩიპების წარმოებაში. წარმოვიდგინეთ ტაივანი, რომელიც დღეს აწარმოებს მსოფლიოში ჩიპების 93%-ს, პრაქტიკულად მის ალტერნატივას ქმნის სომხეთში შეერთებული შტატები. ამხელა ინვესტიცია იქნება ეს თავად განსაზღვრეთ. მაგრამ ჩვენ ვართ რუსეთის ოსელზე ორიენტირებული ბორია ივანაშვილის, ამ რუსეთის აგენტის და კრემლის დივერსანტის გამო. მარტივ კითხვას დაუსვამ იმ ადამიანებს ქართული ოცნებიდან თუ იმ ალტინფოდან, ვისაც ეროვნული გზნობების პრიორიტეტი აქვს. ხომ უმარტივესი არის, რომ რუსეთი არის უპირველესი მტერი ეროვნულობისა, კონსერვატიზმისა და საერთოდ ქართული სახელმწიფოებრიობისა. აგერ დუგინმა რამდენიმე დღის წინ პირადად ღია ტექსტით გამგვიცხადა, რომ რუსეთი ვერ მოითმენს სუვერენული ქართული სახელმწიფოს არსებობას. ეს ხომ ფაქტია. ახლა გაიხსენეთ ისეთ 1801 წლის ოკუპაციის შემდეგ რამდენი ეროვნული გმირი მოგვიკლა რუსეთმა. ილია ჭავჭავაძე, მიხა ხელაშვილი, დიმიტრი ყიფიანი. ზუსტად გამსახურდია მერაპოსტოვა ხო რუსებმა მოკლეს. ანუ თუ კი ვინმე არის საქართველოში ეროვნულობის მტერი, ეს არის რუსეთი. და როდესაც თქვენ გალაპარაკებენ, გაწვეთებენ კრემლის ვადაგასულ პროპაგანდას, რომ არავინ არ გვჭირდება არც ამერიკა, არც ევროპა, ჩვენთვის უნდა ვიყოთო, ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპისა და ამერიკის მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ სახელმწიფოს პირდაპირ რუსეთი შეჭამს, მაგრამ ესეც არ არის სრული სიმართლე. ვისაც გონია, რომ ევროპისა და ამერიკის გარეშე დარჩენილი საქართველო რუსეთის ფარვლებაში მოექცევა, ძალიან ცდება, იმიტომ რომ რუსეთს თურქეთი არ გაახარებს. როგორც არ გაახარა ყარაბაღში, როგორც არ გაახარა სირიაში, თავს ლაფილოდ დააცხა. ევროპისა და ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის გარეშე დარჩენილ საქართველოს გაინაწილებენ რუსეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი. დაფლთავენ ნაწილებად და ქართული სახელმწიფოებრიობა შეწყვეტს არსებობას. აი ამიტომ ჭირდება მე, როგორც ერთ რიგით ეროვნულ კონსერვატორ ქართველს, დასავლეთის სტრატეგიული პარტნიორობა. სასიცოცხლო მნიშვნელობისთვის ჭირდება, განა იმიტომ რომ ძალიან მომწონს ევროპისა და ამერიკის შიგთავსი ან ზიზილპიპილოები. სასიცოცხლოდ ჭირდება, რომ საქართველო გადავარჩინოთ, ფიზიკურად გადავარჩინოთ. ამიტომ მიცოდეთ, მეგობრებო, ყველამ, ვინც ლაპარაკობს იმას, რომ ამერიკა და ევროკავშირი არ გვჭირდება, ის ამით აკეთებს რუსეთის საქმეს. ან ბუნებრივად დებილი როა იმის გამო, ან კიდე გაყიდულობის გამო და გაყიდულებს კიდევ რა გამოლებს. საქართველოს ეროვნულობის და არსებობის უპირველესი, უბოროტესი ისტორიული მტერი არის რუსეთი. წერტილი. და თუ გინდა გადავრჩეთ, უნდა გქონდეს ურთიერთობა მჭიდრო შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან. სხვანაირად დავიღუპებით, სხვანაირად საქართველოს არსებობა ნონსენსი იქნება. გამორიცხულია, დაგვფილთავენ.